2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. მათივე მონაცემებით 2026 წლის პირველ კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია 36%-დან 0%, ტრანსპორტი და დასაწყობება 18.0%, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 5.5%, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 11.7%, ხელოვნება, გართობა და დასვენება 14.5%. საქსტატის ცნობითვე კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობამ -3.3%-ით, ასევე მშენებლობამ -2.0%-ით. საქსტატის ინფორმაციას რიგითი მოქალაქეები გამოეხმაურნენ და მათი შეფასებით მონაცემები რეალობას არ ასახავს, რადგან ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა ასულიყო, თუმცა პირიქით ადამიანებს უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება. სპეციალისტები კი ციფრებით ჯონგლიორობაზე ამახვილებენ ყურადღებას. აბარა გაიზარდა დედა. არსად არაფერი გაზზე პირიქით კი არ გაიზარდა, დაკნინდა. ხალხს მოშივდა. არავის აღარაფერი არ ჭირს ცხოვრება. აბარა გაიზარდა. არასოდეს არაფერი არ გვეშველება თუ ეს მთავრობა არ გადადგა. და ხალხის მიზანიც ეგ არის. კი. მთავრობა ამდენი წელიწადი რო არაფერი გააკეთეს დედა, ამის მერე რა ეკონომიკა, ყველაფერი გაყიდეს, შეჭამეს და გააუბედურეს, დააცარიელეს ქალაქი, არც ქარხანა, არც ფაბრიკა, არც ბამბეული საწარმო კომბინატს ვინ გააფუჭებდა დედა, ვინ დაშლიდა, თურქეთში გადაზიდეს, სულ იყიდეს, წაიღეს იქა და აქ ხალხი უმუშევრად დადიან. 6,000 ადამიანი მუშაობდა, ცოტა იყო ქალაქისთვისა და ხალხი ნაგვისყუთებში იქექებიან. აბარა აქამდე კი არა გაზრდილი იყო და დაშალეს და დააკნინეს დედა. ჯერჯერობით ვერანაირად გაზრდას ვერ ვატყობ. ჯერჯერობით და არ ვიცი მომავალში რა იქნება. არაფერი არ გაზრდილა, არაფერი. რა გაიზარდა, არაფერი. გაჭირების მეტი არაფერია. 17 წელი ვიყავით ასული. არა მე იქიდან ჩემ ოჯახს ვინახავდი და აქეთ პენსია ეხლა მე მეყოფა ავატყობ ქალსა. უარესად არის რა თქმა უნდა, გადაირია მეთქი. ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა. ვისთვინა, თავანჯიბებისთვინა. რა გაიზარდა ქალბატონო? აი ეს ადგილი მტკივა. მივედი პირველად და 550 ლარი გადამახდეინეს. აი რაღაც ემერტია გამატარეს. ხო და მე გამგზანეს აიქა ზეით რო ის არის თბილისისკენ რომ მიდიხარ. ხო და იმან მითხრა რომ ეხლა გინდაო შენა კორონოსკოპიის გაკეთებაო თბილისშიო 700 ლარიო დაფინანსება მომწეს და მომივიდა უარი. აი ეხლა ვზივარ, აი რაღაცებსა კაპიკები როგორმე საიდან შევაგრო ის 700 ლარი მითხარ. რა ვისთვინ გაიზარდა გააჩნია. ო ერთხელ მომივიდა უარი, მეორედ შევიტანეთ კიდე ახლა ისა არ მაფინანსებდა. ინვალიდი კაცი ვარ, აი უყურე, ნაბადებიდან ინვალიდი, ჯოხით დავდივარ. რა გავაკეთო? პენსია იწამლებში არ ამყოფილს. ეს არის აი კი არ ავტუტუნებ, просто ზაღლმანდური ცხოვრებაა რა. თვითონ რო მეშოკებს ამსობენ ფულითა. აი მითხარი რა მოიმატა, აი რამ დაიკლო. შედი მაღაზიაში, რა იყიდება რამე, აი ხელმისაწვდომი რო იყო ეს. არ ვიცი, ესეთი ძვირი, აბა იმასა კობახიძეს აკითხონ, ყველაზე იაფიო საქართველოშიო. ექიმთან მისვლაც, ყველაფერს იაფშიძახის, მაგრამ აბა საზღვარგარეთ ესეთი ძვირები არის? არ არის.